სასიყვარულო საკუთრები. გაშლა არის მათთვის, ვინც იცით, რომ ნამდვილად ხართ სასიყვარულო საკუთრებში. ნახოთ, ან თქვენი პარტნიორი, ან თქვენ ხართ, აუცილებელი არ არის თქვენ იყოთ, ხო? შესაძლოა თქვენი პარტნიორი იყოს სასიყვარულო საკუთრებში. თქვენ არ ვიცით რომელი პოზიციიდან უყურებთ, მაგრამ ან თქვენ, ან თქვენი პარტნიორი, როდესაც არის სასიყვარულო საკუთრებში და გაინტერესებთ რა ხდება, მაგალითად, თქვენს პარტნიორსა და მესამე პირს შორის ურთიერთობაში რა ხდება ამ მომენტში. გავიგოთ, ხო? გავიგოთ რა ხდება. თქვენს პარტნიორსა და მესამე პირს შორის ურთიერთობაში რა ხდება ამჟამად. მოდი გავიგოთ. თქვენი პარტნიორის ენერგიები ამჟამად ნახოთ და შემდეგ ნახოთ მესამე პირის ენერგიები. თქვენი პარტნიორის ენერგიები ამჟამად და როგორ ენერგიებშია თქვენი მეტოქი, ანუ თქვენი მეტოქი როგორ ენერგიებშია. შემოძვირფასებო. და ნახოთ კიდევ რა ხდება მათ ურთიერთობაში. არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენი პარტნიორი რომიდან კბილებს ილესავს. თქვენი პარტნიორი რაღაცა წობიდან არის გამოსული აგრესიულ მდგომარეობაში, ერთი სიტყვით რაღაც უსიამოვნებაშია გახვეული. თქვენი მეტოქე პირიქით ყველანაირად ცდილობს, რომ იყოს სტაბილური, მამაკაცურ ენერგიებში, ასე ვთქვათ, ფინანსურად უზრუნველყოფილი, მაგრამ მათ ურთიერთობაში არის რაღაცნაირად გაურკვევლობა, ორჭოფობა, ასე ვთქვათ, და რაღაც წარსულზე ფიქრი, ასე ვთქვათ. რა ხდება აქ თქვენი პარტნიორის იცით როგორი მომენტია. თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში ვფიქრობ, რომ უკვე აქ დასრულებულია ურთიერთობა და შეიძლება ითქვას, რომ თქვენი პარტნიორი ამ მომენტისთვის თქვენს პარტნიორს ამ მომენტში წაგებულის პოზიცია უკავია, წაგებულის პოზიცია. ის მიხვდა რატომღაც, რომ მან წააგო იმ ურთიერთობაში, რომელი ურთიერთობაც აირჩია მესამე პირთან. რამე დამარცხებული, შესაძლებელია იცით როგორი მომენტია. აქ არის მომენტი, როდესაც უკვე რესურს ამოწურული, უკვე ყველაფრის გარეშე დარჩენილი, როდესაც აღარავის აღარ ჭირდება. აი ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენი პარტნიორი, ხოლო მესამე პირი, ანუ თქვენი მეტოქე პირიქით არის, ნახოთ აბა ერთი ეს სტაბილურად, ფინანსურად, ნახოთ პენტაკლის მეფე, აქ რაზე მიგვანიშნებს, რა არის აქ პენტაკლის მეფე, რაზე მიგვანიშნებს. იცით როგორი მომენტი, არ არის გამორიცხული ის ფაქტი, რომ თქვენს მეტოქეს გამოუჩნდნენ და სხვა ახალი თაყვანისმცემელი და სწორედ აი ეს მათ შორის არის ახლა თამაში, იმიტომ რომ აქ არის ეტლიც, არის ქურუმი ქალიც, ანუ თქვენს მეტოქეს გამოუჩნდა ახალი თაყვანისმცემელი და თქვენი პარტნიორი მას აღარაფერში აღარ ჭირდება ერთი სიტყვით. მოდი ნახოთ რას გრძნობს თქვენი პარტნიორი თავისი მესამე პირის მიმართ, თქვენი მეტოქის მიმართ რას გრძნობს. ილუზიაში, ნახეთ როგორი მომენტია აქ. თქვენი პარტნიორი ილუზიიდან ბურუსიდან ვერ გამოსულა. გონია თავი ამაყად უჭირავს და გონია რომ გამარჯვებულია, რეალურად მისი ცხოვრება უკვე მის ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც მისით მანიპულირებენ და სხვათა შორის ეს იგივე შეცდომა პიროვნებას წარსულშიც აქვს დაშვებული. მინდი აქვს ერთი სიტყვით თავს იტყუებს თუ რეალურად გონია რომ მას, ანუ გრძნობაზე აქ იცით როგორი მომენტია, გრძნობაზე აქ აღარ არის საუბარი, გრძნობა გაურკვევლობაში ერთი სიტყვით, გაურკვევლობაში და გაუგებრობაში. კიდევ მაინტერესებს რა ხდება მათ ურთიერთობაში, თქვენსა და თქვენს პარტნიორსა და მესამე პირთან ურთიერთობაში რა ხდება. ნგრევა ჩემო ძვირფასებო, ნგრევა. აქ ურთიერთობა ვფიქრობ უკვე რომ, აი ნახეთ,
აღარ არის ურთიერთობა, უკვე აღარ არის. თქვენი პარტნიორი მარტო და ძალიან უკვე რთულ სიტუაციაშია. არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი რესურსის გარეშეა დარჩენილი და ერთი სიტყვით მათი ურთიერთობა უკვე შეიძლება ითქვას დასრულებულიც არის. ნუ რა გითხრათ რაღა ხო, აქ მიჩვენებს იმას, რომ უკვე ურთიერთობა განწირულია. დაკიდებული კაცი, რვიანი ხმალი. ნუ ასეთია მათი ყოფა, შემოკარგებო. ვისაც გაინტერესებდათ, როგორც ჩანს, თქვენმა მეტოქემ ახალი მსხვერპლი იპოვა. და თქვენი პარტნიორი უკვე წაგებულ პოზიციაზეა. მისთვის დამთავრებული უკვე ყველაფერი. აი ასეთია, რა უცებ ასე ვთქვათ, გაგვიხსნა კარტმა მათი ყოფა. მოდი ვნახოთ თქვენი პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში. თქვენი პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია? თქვენი პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია? იცით როგორი მომენტია, ფიქრობს რომ გაარკვიოს, მაგრამ რა გაარკვიოს? რაღაც ახლიდან დაიწყოს. მე დავაზუსტე სულელის არკანი და ისე გამიდასტურა, რომ თქვენთან მიმართებაში რაღაც ფიქრები აქვს ჩემო ძვირფასებო, რომ რაღაც გაარკვიოს, გადაწყვეტილი აქვს ეს მტკიცედ, რომ რაღაც ახალი ურთიერთობა, არ ვიცი, დაიწყოს თუ ახლიდან სცადოს ერთი სიტყვით, ახლიდან სცადოს ურთიერთობის დაწყება. იცით როგორი მომენტია, თქვენი პარტნიორი ძალიან ბევრ რამეს მიხვდა. მიხვდა იმას, რომ კარმა მოეწია და ახლა ფიქრობს და ცდილობს, რომ რაღაცნაირად თავის თავზეც მუშაობს, შინაგანი რაღაც კონფლიქტები აქვს და უნდა რომ ეს შინაგანი კონფლიქტები რაღაც ფიქრის საშუალებით და რაღაც არ ვიცი, ერთი სიტყვით ღმერთის დახმარებით რაღაცნაირად დაიმშვიდოს თავი და თითქოს სურს თქვენთან მიმართებაში რომ მოვიდეს და რაღაც ნახეთ დასტის ძირზე როგორი არკანები მაქვს, სურს რომ მოვიდეს თქვენთან და რაღაც შემოგთავაზოთ ერთი სიტყვით. ნახოთ, აბა რა იქნება. ფიქრი ყოველ შემთხვევაში ფიქრით ფიქრობს თქვენზე, რომ მიეცეს რაღაც შანსი, იმ შანსს აუცილებლად გამოიყენებდა. ნახოთ მოქმედება. ჩაიფიქრეთ პერიოდი ჩემო ძვირფასებო. 3 თვის ვაგაზე რას მომოქმედებს თქვენთან მიმართებაში. პარტნიორი, რომელზეც ფიქრობთ. 3 თვის ვაგაზე. არა, ჩემო კარგებო, აქ იცით როგორი მომენტია. აქ ფიქრობს, რომ მოქმედების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა მას არ მიეცემა. იმიტომ რომ არის რაღაც გარე ფაქტორები, რაც ხელს უშლის ამ ნაბიჯის გადმოდგმაში. ფიქრობ, ეს შესაძლებელია ის არის, რომ ურთიერთობა უკვე დასრულებული გაქვთ და შესაძლებელია რაღაც უკვე თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი ჰორიზონტებია და შესაძლოა ფიქრობს იმას, რომ შანსი არ აქვს თვითონ. ნუ ასეთია, ჩემო კარგებო, დღევანდელი გაშლა. გამიკომენტარეთ, მაინტერესებს ყოველთვის რა რეზონირებთ თქვენთან და რა არა. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.